შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად კანონოდ აღკვეთა ჩემი თავისუფლება 2 საათ ნახევრის განმავლობაში ვყავდი დაპატიმრებული, ისე რომ მე რა თქმა უნდა ნახეს კიდევაც პრესის ნიშანი, რომელიც ზედ მქონდა და ვეუბნებოდი კიდევაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, კანონის დარღვევით დამაპატიმრეს, ხო? ახლა აკეთებენ იმას, რომ არა აქვთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მე იქ ან ქუჩა გადავკეტე, ან პოლიციაში შევეწინააღმდეგე, მაგრამ მიუხედავად ამისა, აჯანჯლებენ პროცესს. თავიდან გამიჩნდა მე ეჭვი, რომ ელოდებიან სანამ ჩემი 11 წლის შვილი, რომელიც 25 ნოემბერს ხდება 12 წლის, ამას ელოდებოდნენ, მაგრამ მოსამართლემ როგორც განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენის გახდება ის 25 ნოემბერს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული დანაშაულის ჩადენის დროს რამდენი წლის იყო, ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ეს ვერსია გამოირიცხა და აქედან გამომდინარე იმეც ვიტოვებ, რომ შემდეგ პროცესზე მაინც დასრულდება ეს პროცესი და არ მაქვს იმედი, რომ დასრულდება ვინმე არ მე გამამართლებს ან გაიწვევს უკან ამ საქმეს სრულიად უკანონოს, მაგრამ ერთი რაც დარამდულებით შემეძლია გითხრათ, მე აუცილებლად ვაპირებ გასაჩივრებას იმისა, რომ 2 საათ ნახევრის განმავლობაში მე ვიყავი დაპატიმრებული სრულიად უკანონოდ და ჩემმა შვილმა და მეც ვინერვიულეთ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მე არ მაძლევდნენ მასთან დარეკვის საშუალებას და ცხადი არც ადვოკატთან. ნინე, ის პატრული ინსპექტორი, ვინც თქვენთან გაკავათ, გექნებათ ინფორმაცია, რას უთითებს დაკავების ოქმში, დაკავების ადგილად და რეალურად და ფაქტობრივად რა მოხდა, რომ მოხდა? ოქმში წერია, რომ ამ პატრულ ინსპექტორმა დამაკავა მე რუსთაველის პროსპექტზე და დამაკავა იმიტომ, რომ წინააღმდეგობა გავუწიე პოლიციელის მოწოდებას, რომ გადავსულიყავი ქუჩიდან. ასეთი ტიპის 5 ვიდეო მასალა მოიტანეს და ასეთი ტიპის მტკიცებულება ამ ვიდეოებში არ არსებობს. ვერ ამტკიცებენ ამ აბსურდს, რომელიც მოიგონეს თავად და შეთხზეს. რუსთაველის პროსპექტზე მე არავის არ დავუკავები ვარ, დამაკავეს ჭიჭინაძის ქუჩის სულ ბოლოში. მოწოდება იმ ვიდეოში, რომელიც თავად მოიტანეს, ჩანს, რომ როგორც კი იწყება უკვე აი ეს რაღაც ნაკადი რომ მოდიოდა პოლიციელების და კეტავდა ასუფთავებდა ქუჩას მანიფესტანტებისგან, მეც როგორ დანარჩენ ჟურნალისტებთან ერთად უკან ვიხებ, ან ვიღებ და ისე ვიღებ. ანუ არც ერთი მათი ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომ ეს არის რაღაცა ცირკი, რომელსაც აწყობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქალაქო სასამართლო ხელს უწყობს, რომ ჩვენ ამას ყოველთვის მაყურებლები ვიყავით. მადლობა ძალიან.